მოგესალმებით, მაყურებელს, ხო, ნათლად ჩანს სასოწარკვეთა, რაშიც იმყოფება ხელისუფლება, იმიტომ რომ მაშინ როცა კრიმინალმა წალეკა დღეს საქართველოს ქუჩები, სხვა ქალაქი, სოფლები, დაბები, მაშინ როცა ყოველდღიურად ადამიანებს ესვრიან, ხრეტენ, კლავენ, აუპატიურებენ, ძარცვავენ, ყაჩაღობენ, კანონიერი ქურდები, ახლები, ძველები, ძიმე მდგომარეობაა ძალიან. მთელი სისტემა არის მომართული იქეთკენ, რომ ხო სდიოს უკან რამდენიმე სტუდენტს დააშინოს, დაიჭიროს, ბორკილები დაადოს ტროტუარზე დგომის გამო, პარალელურად წარმოუდგენელი ამბავია სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა ბუკა პეტრიაშვილს, ევროინტეგრაციის მინისტრი დაიჭირო იმისთვის, რომ ტროტუარზე იდგა. თან საინტერესოა, ძალიან სიმპტომატურია საქმეები, რომელსაც განიხილავენ, ამ საქმეებს სამართლებრივად ეძახის ოცნება და ივანიშვილის ერთი პროკურატურა და მერე მურუსიძის სასამართლო გზის გადაკეტვისა და ტროტუარზე შეფერხების, გადაადგილების შეფერხების საქმე. ანუ ჯერ გედავებიან რომ გზას კეტავდი, მერე გეუბნებიან რომ გზას კეტავდი და თუ პასუხობ რომ აი ტროტუარზე გადავედი, მერე გეუბნებიან რომ ტროტუარს კეტავ. წარმოუდგენელ სისულელეში და სიგიჟეში არიან გადასულები, რა თქმა უნდა, სრული უნდობლობა არსებობს ერთი სამართალდამცავი ორგანოების მიმართ, რომელსაც არანაირი სხვა საქმე არ აქვს, რომ სდიონ აქტივისტებს. მე ვფიქრობ, რომ შეგუებული არავინ არ არის, ძალიან ნათლად ჩანს, რომ 500 დღეა ადამიანები, მოქალაქეები საპროტესტო მუხტი შენერჩუნებულია, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, წუხილი აი ქუჩაში რო გადის თქვენი ჟურნალისტი და უყურებ მაგალითად ქუჩის გამოკითხვას, ნათლად ჩანს, რამდენად კრიტიკულია საზოგადოება მათ მიმართ. ყველა სოციოლოგიური კვლევა მიუთითებს, რომ ივანიშვილის საქმე არის ძალიან ცუდად. იქ რეპრესიული კი კანონმდებლობა, იქ პოლიტპატიმრების ძალიან მძიმე მდგომარეობა მოვიკითხავ ისევ ჩემს ძვირფას პოლიტპატიმრებს, ვეფხია კასრაძეს, ვასილ კაძელაშვილს, ალეკო ელისაშვილს, სხვებს და ყველა ღირსეულ პოლიტპატიმარს, რომელიც პრინციპულად დგას საკუთარ პოზიციაზე და ისინი არიან სიმბოლო მათ შორის ამ პროცესის. და ყველა დგას, ყველა აგრძელებს ბრძოლას, პოლიტიკოსები იქნებიან, პოლიტიკური პარტიები აკრძალვით გვემქრა. არავის არაფერს არ ეშინია და როგორ და როდის შეიძლება ეს ყველაფერი შეიცვალოს, არის ჩვენზე დამოკიდებული და მოცემულობაზე. მაშინ როცა ივანიშვილი იძულებულია, რომ საკუთარი თანამდებობის პირები დაიჭიროს, ერთი ჯარის გაძარცვისთვის, მეორე სოციალური სასადილოების ძარცვისთვის, სკოლების და ბაღების ძარცვისთვის, აი ხლა ჯაშუშობისთვის დაიჭირა თავისი პიარის ხელმძღვანელი, რომელიც ახლა დეპარტამენტის ხელმძღვანელად ყავდა, ყველაფრისთვის დაიჭირა. თავადვე ჩამოშლის წინაშე არიან. ირაკლი კობახიძე ესე იტყვიან ხოლმე რომ ნიჩაბზე ყავს შესმულიო გადასაგდება და ამ მდგომარეობაშია ირაკლი კობახიძე ჩანაცვლებას ელოდება ძალიან აქტიურად მიდის საუბარი იმაზე, რასაც ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობდით, შუალედურ არჩევნებზე. რატომ? იმიტომ რომ ვერ გაექცევა ბიძინა ივანიშვილი. გააქვთ ეს მოლოდინი თქვენ ირაკლი, რომ რა ეტყობათ, რომ ისინი ფიქრობდნენ ან ამ კრიზისიდან გამოსავალზე, ან რაღაც ვადამდელ არჩევნებზე, ყოველ შემთხვევაში აი არაფერი ეტყობა. თითქოს თვითონ როგორც ქმევენ გადატვირთვის მცდელობები, ქონდათ ასეთ განცხადებებს ვისმენდით მათგან ამ საერთაშორისო იზოლაციიდან თავის დაღწევის და ეხლა უცებ კიდევ ხედავთ, რომ ახალი ტალღა დაიწყეს ამ რეპრესიების. ანუ აი რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს? ის რომ ღარიბაშვილი გამოკეტეს, ის რომ ჯარისკაცების ფულის გამო ბურჭულაძე გამოკეტეს და თავისიანებს დაერივნენ, ეს ნიშნავს, რომ ჩამოშლის პირას არიან? ანუ აი რა არის თქვენი არგუმენტი, რომ ყანყალებენ და ჩამოშლის პირას? თავად კრიზისი, რაც ივანიშვილს უდგას, ეს არის ერთი ლეგიტიმაციის კრიზისი, ძალიან დიდი წინააღმდეგობა საზოგადოებაში და მეორეს მხრივ შიდა ლეგიტიმაციაზე. შიდა ლეგიტიმაციის და გარე ლეგიტიმაციის ორივე საგარეო და საშინაო ლეგიტიმაციის კრიზისი ივანიშვილს უდგას და ეს არის ფაქტობრივი მოცემულობა. ის ვერ მოძრაობს, ვერც პოლიტიკურად, ვერანაირ მოძრაობას ვერ ახორციელებს. მაგალითისთვის, რატო გახდა იძულებული ივანიშვილი, რომ დაეკავებინა რამდენიმე სპეცრაზმელი. რა თქმა უნდა, ეს ამ სპექტაკლის მცირე ნაწილია, იმიტომ რომ იძულებულია ის უსამართლობა, უკანონობა, ჯალათობა, რაც მათ ჩაიდინეს, ამან ძალიან დიდი წუხილი გამოიწვია მათ შორის იმ პროპაგანდის მსხვერპლ ქართული ოცნების ამომრჩევლებში, რომლებიც ელოდნენ, რომ სიმართლე გაირკვეოდა, იმიტომ რომ შეუძლებელია იძალადო თქვენ ჟურნალისტზე, მაკაზე, იქ როგავაზე, ფორმულას ჟურნალისტზე, იძალადო პოლიტიკოსებზე, სახლებში დახვდეთ სადარბაზოებთან სცემო,
დაასახით რომ ადამიანები ნახევარ საქართველოს დაურეკო აგინო ანუ ადამიანს დღეს საქართველოს რაც კი შეიძლება შეურაცხყოფა მიაყენო არის ღირსება შეულახო და შეაგინო ნახევარ საქართველოს დედააგინეს სპეცრაზმელები იმიტომ რომ საკუთარ მომრჩევლებში იყო წუხილი თუ ფიქრობთ რომ მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში დადებული დასკვნის შემდეგ მიიღეს ეს გადაწყვეტილება ანდა თუნდაც როგორც თავად უწოდებენ აი გადატვირთვის მცდელობები აქვთ რომ თავი დააღწიონ რამენაირად ამ იზოლაციას. მე მგონი რომ საკუთარ არ მომრჩევლებს არ წმუნებენ იმაში თითქოს და მათში არის სამართლიანობის მისხალი მაინც შერჩენილი. ეს უფრო რეალისტურია რომ სამართლიანობის მისხალი მაინც შერჩენილი. მე ამდენი ადამიანის ცემაში დაადანაშაულის მხოლოდ 5 სპეცრაზმელი და ათეულობით ადამიანს ყავს გატაცებული თავის დროზე ალეკო ელისაშვილი კანცელარიასთან ათეულობით სპეცრაზმელმა გაიტაცა და შემდეგ გამოაგდეს სასტიკად ნაცემი. მაგალითად როცა ხარებამ გააკეთა განცხადება თქვა ჩაშვებულია ეს ადამიანებიო ვიღაცამ ჩაუშვა იკადრესო ანუ რა გამოდის ანუ ხარებამ იცოდა თავის დროზეც იცოდა ვის ქონდა დანაშაული ჩადენილი მაგრამ ხელსაფარებდა საერთოდ აქაც საკითხი უნდა დადგეს რომ დანაშაულს ხელსაფარებდა დანაშაულის დაფარვის მუხლი ცალკე ბრალდება ანუ ოღონდ აქ ყველა ერთად არის ბრალდებული თავის ბრალდების გამცემი თავის დროზე როცა მაგალითად გირგულიანის საქმე იქნება სხვა შემსრულებლები რომ დააკავეს და არა დამკვეთები ეს იყო მაშინ მთავარი პრობლემა იგივე ახლაც იგივე პრობლემის წინაშე დგას დღეს ივანიშვილი რომელსაც ვერ მოიხსნის ამ ძალადობაზე პასუხისგებლობას იმიტომ რომ ვერავინ ვერ დამაჯერებს 5 კაცმა სცემა ლევან ხაბეიშვილი აბსურდია რომ 5 კაცის 5 კაცამდე რომ დაიყვან ჯერცეთი ცოტა ხნის წინ სანქცირებული კაცი დანიშნეს შინაგან საქმეთა მინისტრად რომელიც დასანქციიდა სწორედ საკუთარი ხალხის წამებისა და აი ამ არაადამიანური მოპყრობის გამო შესაბამისად ანუ ძალიან უხერხულია ეხა ჩვენ მართლა ვისაუბროთ იმაზე რომ აი ხო თურმე დაიწყეს დამნაშავეების დაჭერა არა რა თქმა უნდა არა მაგრამ აი მაინც რითი იხსნება ამ 5 კაცის დაჭერა სხვათა შორის ძალიან საინტერესო იყო ირაკლი შაიშმელაშვილი გედედეს ყოფილი მაღალჩინოსანი ჩვენს ეთერში ამბობდა რომ აი ესეთიო წესი აქვთო რა 150,000-დან 300,000 დოლარამდე გადაუხდიან და თავის თავზე აღებინებენ ადამიანებს დანაშაულს 20 ივნისს მერე მოხდა დაახლოებით ესეო. ანუ ჩვენ ხო რაზე ვლაპარაკობ? შიში რა შიშმა მიაღებინათ ეს გადაწყვეტილება. მე არ მჯერა გულწრფელად გეტყვით ირაკლი არ ვიზიარებ რომ ეს საკუთარი ამომრჩევლისთვის გააკეთეს. მე არ ვიზიარებ იმიტომ რომ იმ ამომრჩეველს ეგ არ აწუხებს. მე არ მგონია, მე მგონია რომ მათ აწუხებთ ქართული ოცნების ამომრჩეველს აწუხებს ის უსამართლობა და უკანონობა, რასაც ივანიშვილის ჩადის. რა თქმა უნდა, აქ არის ორ ნაწილად იყოფა ქართული ოცნების ამომრჩეველი. თავად პროპაგანდისტები, რომელიც ძალიან მცირე ნაწილია და მეორე ნაწილი არის ძალიან დიდი ნაწილი პროპაგანდის მსხვერპლი. მაშინ როცა ეს დარბევები მიდიოდა, რამდენი ქართული ოცნების მხარდამჭერი აღმოჩნდა ისეთი, რომელიც ჟურნალისტი, მედია, პროპაგანდისტი, ბიზნესი, რომელმაც ხმა მოიღო და იძულებული გახდა რომ ეს ძალადობა დაეგმო. რამდენი ზუსტად ამ ადამიანებს ეუბნებიან, ახლა ხო აღვადგინეთ სამართლიანობა, რა თქმა უნდა ტყუილია და ჩვენ ამ ადამიანებს ვესაუბრებთ და ვეუბნებით რომ სიყალბია თქვენს მოსატყუებლად აკეთებენ ამ ყველაფერს და ამას ვამბობთ ღიად. რა თქმა უნდა ამ არც სასამართლოდ დამცავ უწყებას, არც პროკურატურას და არც მურუსიძის სასამართლოს, არც ჩვენ და არც ჩვენი მეგობრები არ ენდობიან და ამის ძალიან თვალსაჩინო მაგალითია, მაგალითად გედედეს ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი შაიშმელაშვილი, რომელზეც ივანიშვილმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე სახელმწიფო გადატრიალების მუხლით. და ამის პარალელურად გუშინ გავიგეთ ის რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პოლიტიკური დევნილის სტატუსი მისცა და პოლიტიკური თავშესაფარი მიაწოდა რეალურად ირაკლი შაიშმელაშვილს. ეს ნიშნავს იმას რომ ბრალდება რომელიც მის წინააღმდეგ არსებობს შაიშმელაშვილის წინააღმდეგ არ აღიარებს. ანუ ეს ნიშნავს რომ არ აღიარება ამ ქვეყანაში ერთი სამართლიანობის შესაძლებლობას სამართალდამცავი უწყებაში არ აღიარებ პროკურატურაში სიმართლის დადგენის შესაძლებლობას და რა თქმა უნდა არ აღიარებ მესამე მურუსიძის სასამართლოში რაიმე ტიპის შესაძლებლობას. ესეც ნიშანია ამ ყველაფრის. ამიტომ ეს ტრიალი ახლა გუშინ წინ ზელენსკის შეხვდა ირაკლი კობახიძე და შეშფოთებული სახით უსმენდა რაღაცას. ხვალ მაკა ბოჭორიშვილი ხდება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი. სარკოზი სადღაც დერეფანში გამოიჭირა ალბათ სადღაც ესე იგი განმარტოებისკენ მიმავალი სარკოზი და ხელი ჩამოართვა. ეს ხო პროცესია და რისი თქმა
მოუწია კობახიძეს მოუწია თქვა რომ მეო არასდროს ზელენსკიზე ცუდი არ მithქვამსო როცა ნალანძღი ნაგინები ყავთ არა მხოლოდ ზელენსკი არამედ ყველა ჩვენი მეგობარი ქვეყნის ხელმძღვანელი პირები მათ შორის ირაკლი კობახიძე პაპუაშვილი საერთოდ გერმანიის ელჩის შემფასებლად იქცა Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს იმიტომ რომ გერმანია რომლის მისივე გაგებით გერმანიის აგენტი იყო შალვა პაპუაშვილი გავლენის აგენტი იყო 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში დღეს დაკავებულია მარტო გერმანიის ელჩის კრიტიკით რომლის ერთადერთი ინტერესიც არის რომ ამ ქვეყანაში მურუსიძის სასამართლო კი არა საქართველოს სახელმწიფო სასამართლო არსებობს. ირაკლი, მოდით მივუბრუნდეთ აი ჩემს გასაგებია რომ ეს პროპაგანდას ემსახურება. კი ბატონო, რითიც დავიწყეთ საუბარი, კრიზისი მართლა ძალიან მწვავე კრიზისია ამ ქვეყანაში, აღიარებს თუ არ აღიარებს, ამას ოცნება ეს კრიზისი უკვე გაფორმებულია, შეუძლებელია უბრალოდ ასე ცხოვრების გაგრძელება. ყველაფერი არის რაღაცნაირი ჩამოშლილი, მორღვეული ბავშვების მშობლები წამალს ითხოვენ და ბავშვების მშობლებს არ ხვდებიან და ტროლბოტებს და მათ მხარდამჭერებს უქსევენ პირდაპირ მნიშვნელობით სოციალური ქსელებიდან ადამიანებს ეუბნებოდნენ რომ ცხოვრებას გაგიაფებთო და ეხა ეუბნებიან რომ არა საქართველოში უფრო იაფი ყოფილაო ვიდრე ევროპაში და რაღაც საგანგებო თარო გაუკეთე სადაც ისედაც მარკეტები რომ აცხადებდნენ ხოლმე ფასდაკლებებს ის 15 პროდუქტი უნდა იდოს ანუ ყველაფერი არის რაღაცნაირი აი რაღაცა მრუდესარკეების ქვეყანაში გვაცხოვრებენ. თქვენზე ვზრუნავთ ცხოვრება უნდა გაგიაფოთო ამ დროს გაძვირდა ფასები პროდუქტებზე. აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით რა გიჩენ თქვენი მის განცდას რომ შეიძლება არჩევნები იყოს. არჩევნები რომ იყოს სოცდახმარებების სიებიდან ამოიღებდნენ ადამიანებს, არჩევნები რომ იყოს ასე დასცინებდნენ ხალხს რომ ჯერ უთხეს გაგიაფებთ ცხოვრებასო და ეხა რაღაც 15 პროდუქტი ისედაც ფასდაკლებული უნდა დაუდონ თაროს. არჩევნების დანიშნას რომ ფიქრობდნენ თავიანთვის პრემიების და რაღაც ჯილდოების გამოწერას ფინანსური ჯილდოებისაც გადაწყვეტდნენ. რა საფუძველს ეყრდნობა თქვენი ეს მოლოდი? კი ბატონო, გიპასუხებთ. პირველი ჩემი თანამებრძოლები, ჩვენი გუნდის წევრები, საკრებულოს დეპუტატები მთელი საქართველოს მასშტაბით მუშაობენ მუნიციპალურ პრობლემებზე. და უნდა ითქვას, რომ მათ ვისაც, აი მაგალითისთვის გეტყვით, ბოლო 2 თვის განმავლობაში 50,000-ზე მეტ ადამიანს მოუხსნეს სოციალური დახმარება. ხო და აი არჩევნების დანიშნაზე რომ ფიქრობდნენ 50,000 არა, ინგა ამას კითხულობ. ვის მოუხსნეს? ვინ არის 50,000 მოქალაქე? ოპოზიციის მხარდამჭერები, რომელთაც მაგალითად ჩემი თანამებრძოლი კოლეგა ძალიან მაგარი კაცი და თანამებრძოლი გიორგი თოდუა ზუგდიდის სხვა სოფელში აშუქებს. აი ვიდეო კადრები რო ნახოთ გიორგი თოდუას გადაღებული სახლების, სად ცხოვრობენ ადამიანები, სად ცხოვრობენ ადამიანები, აი ფიზიკურად თავად იღებს, თავად ელაპარაკება, მათ არ ეშინიათ, იმიტომ რომ ოპოზიციის მხარდამჭერები არიან, მათ უხსნიან სწორედ რომ თავიანთ მხარდამჭერებს კი არა, საკრებულოს დეპუტატებს ქართული ოცნებიდან საკრებულოს დეპუტატები რო ყავთ, ცალკე შემოსავლები აქვს, საკრებულო და ხელფასი, ისინი ყავთ სოციალურად დაუცველთა ბაზებში, მაგრამ ვისავიწროვებენ სწორედ ოპოზიციის მხარდამჭერებს, რომელთაც მართლა უმძიმეს სოციალური მდგომარეობა აქვთ. არიან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე, სოციალურად დაუცველები, სახლი თავზე ენგრევათ, არნაირ შემოსავალი არ აქვთ, უფასო საკლების მიმღებთა სიიდან ამოიღეს. რაზე ვლაპარაკობთ? უნდა გვახსოვდეს, ვის ავიწროვებენ? ოპოზიციონერებს და არა საკუთარ თავს. უნდა ვთქვათ, რომ აი მაგალითად ეხა რეიდები რო დაიწყეს, კრიმინალური რეიდები და ვითომ კრიმინალების თუ კრიმინალების ზოგჯერ სიმართლეა, ზოგჯერ ტყუილია დაკავება. როდის ხდება ეს? წინასაარჩევნო როცა მძევლად აიყვანენ კრიმინალური სამყაროს ნაწილს, მერე მეორე ნაწილს გამოუშვებენ საპატიმროებიდან და მერე ეუბნებიან, რომ აბა მიდით ახლა ირბინეთ იმისთვის, რომ შემდეგ ესენი სხვა თქვენი მეგობრები გავათავისუფლოთ. აი ეს მართვის მოწმობების ჩამორთმევა რო დაიწყეს, აქტიური ჩამორთმევა, რაღაცა ხან სამართლიანი, ხან უსამართლო მიზეზებით. როგორ მერე სიას აკეთებენ იმისთვის, რომ ეს ადამიანები გაათავისუფლონ. ეს რო დაიწყეს რაღაც პროპაგანდისტული თამაში, რომ აი თან ევროპელები ვართ, მაგრამ თან თითქოს არ ვართ და თან რუსული განწყობა, თან ვიღაცებს ხვდებიან თან გადატვირთვაზე საერთოდ ლაპარაკობენ. ესეც ხო პროპაგანდის ნაწილია, რომ ისევ შემოიტანონ დაბნეულობა და გაურკვევლობა. მათივე მხარდამჭერებში ჩვენ ამას ვამბობდით, ყოველთვის
ვამბობდით, მათ შორის თქვენს ეთერში მეც პირადად არაერთხელ მithქვამს, რომ ივანიშვილის მიზანი იქნება თვითმმართველობის არჩევნებში შევიდეს, ნაწილი თვითმმართველობის არჩევნებში შევიდეს, ნაწილი ოპოზიციის დარჩეს ბოიკოტში, ამით გაიმყაროს ძალაუფლება და გაიმყარა კიდევაც ძალაუფლება, როცა 19%-იან აი ვიღაცებმა გამოაქვეყნეს კვლევა, 19% ქონია თურმე კალაძესო. აბა რას ვლაპარაკობდი? აბა რას ვამბობდი? რომ ხო 19%-იან კალაძეს გაატანეს დედაქალაქი და 2024 წელს რატო გახდა ივანიშვილი იძულებული რომ თბილისის წაგება გაეფორმებინა? წაგება ივანიშვილმა წააგო თბილისი და ეს ოფიციალურად მისი ცესკოს პირობებშიც კი დამტკიცდა რომ ივანიშვილმა თბილისი წააგო 2024 წელს. რატო? იმიტომ რომ სხვა გზა არ ქონდა, ყველაფერს თავისი ლიმიტი აქვს. უნგრეთმა აჩვენა წარმატების მაგალითი. უნგრეთმა აჩვენა რომ პროპაგანდასაც კი აქვს ლიმიტები. უნგრეთმა აჩვენა რომ გაყალბებასაც კი აქვს ლიმიტები. ამ ყველაფერს ჭირდება მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამ. გონიერება, რაციონალიზმი, პატრიოტიზმი, ყველა ბრძოლის ველზე ბრძოლას რომ ყოველთვის აქვს აზრი აი ამ პრინციპის გამოყენება, რასაც ჩვენ ვიყენებთ. რასაც ჩვენ ვიყენებთ და ყველას მიუთითებთ რომ მე წარსული შეცდომები არ გავიმეოროთ. მხოლოდ ამას გულისხმობ. კი ბატონო, აი სწორედ ამ თემაზე, რადგან თქვენ გაქვთ ეს მოლოდინი, ფიქრობთ რომ შესაძლებელია არჩევნები დანიშნოს უცებ ამ რეალობაში ამ ცენტრალური საარჩევნო კომისიით, ამ აწყობილი გაყალბებების სისტემით, ამ გამოჟონილი ბიულეტენებით და ასე შემდეგ, ანუ აი მთელი ამ თავისი კომისრები არიან თუ რა ქვიათ, კოორდინატორებს, კაპიტნები, კი ბატონო, ანუ აი ამ ყველაფრით მთელი ამ სისტემით უცებ რომ დანიშნოს არჩევნები ივანიშვილმა თქვენ ყველა ვარიანტში გახვალთ. ამას გისვამთ კითხვას, იმიტომ რომ აი მაგალითად გასულ კვირას მე მქონდა ამ სტუდიაში საუბრები და ოპოზიციური პარტიების სხვა წარმომადგენლები ამბობენ რომ არ შეიძლება აი ამ არჩევნებში გასვლა, სადაც იგივე სისტემა იქნება, სადაც ყველა ვარიანტში ჯიბეში ედება ბიძინა ივანიშვილს არჩევნები. აი თქვენი პოზიცია როგორია? კი ბატონო. ძალიან მარტივი პოზიცია, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს ისტორიაში სხვადასხვა არჩევნებით, ხელისუფლების ცვლილების პირობებში. 2012 წლის არჩევნები მარტივი არჩევნები იყო. საარჩევნო ურნების გატაცებაც იყო, სროლაც იყო საარჩევნო ურნებზე და ძალიან ბევრი არც ისე სასიამოვნო ფაქტი იყო, მაგრამ სრული ორგანიზების პირობებში მაშინ ხელისუფლების ცვლილება გახდა შესაძლებელი. გასაგებია რომ გადაბარებაც მოხდა, მაგრამ მე არ უყურებ ამას, რომ ვინმე ხელისუფლება ვინმეს აჩუქა. არა, დამარცხდა წინა ხელისუფლება 2012 წლის არჩევნებში. მიუხედავად არც ისე ძალიან ისე მარტივი არჩევნებისა. თქვენ გახსოვთ თავად აშუქებდით ამ პროცესს, ხო? და თქვენი კონკრეტული მოქალაქეობრივი პოზიციაც გქონდა. არ იყო მარტივი არჩევნები, მაგრამ სწორი მობილიზების პირობებში შეძლო საზოგადოებამ ხელისუფლების დამარცხება. რთულ პირობებში და ასე შემდეგ. ახლა შევხედოთ დღევანდელ მოცემულობას. ერთი წუთით გაგაწყვეტინებ თუ შეიძლება ნათია ჭეილძე, რომელიც დაკავებას უნივერსიტეტში მთელი დღე ელოდებოდა, რუსთაველის გამზირზე დააკავეს, ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი მეგიდია სამიძე სოციალურ ქსელში წერს, ნათია წაიყვანა ახლახანს, რუსთაველიდან პოლიცია მთელი დღე უნივერსიტეტში ელოდებოდა, აი კადრებს ხედავთ ზუსტად ეხლა ამ კადრებს თქვენ პირდაპირ ეთერში, ბოლო დროს სტუდენტები მანდელოდებიან, არავინ მისულა არ უნდოდათ დიდი გახმაურება ნახვა, ალბათ რუსთაველზე პოლიციელს ეკითხება უხსნის ყველაფერს და თქვენ თვითონ უნდა მისულიყავით უახლოეს განყოფილებაშიო, წერს დიასამიძე, იცით რომ 23 წლის სტუდენტს ნათია ჭეილძეს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ დღეს ორდღიანი პატიმრობა ტროტუარზე დგომის გამო შეუფარდა და ის ელოდებოდა მთელი დღე დაკავებას. არის რამე ხმით რომ გაუშვათ თუ მხოლოდ ეს კადრები გვაქვს? ნახოთ და
აი ასე წაიყვანეს მოკლედ კიდევ ერთი სტუდენტი ციხეში. დიახ, და რა სილაღია მის დამოკიდებულებაში, ღიმილშიც, თუნდაც დაცინვაში, სისტემის დაცინვაში, რაც ახლა კადრებში ჩანს. ეს სილაღე აღმაფრთოვანებელია და ნამდვილად 500 დღის განმავლობაში ეს მოქალაქეები დგანან და იბრძვიან და მხოლოდ მადლიერების და დაფასების განცდა უნდა არსებობდეს. თუმცა მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსებს გმართებს მეტი პასუხისმგებლობა და გონიერება, რომ მსხვერპლის როლიდან გამოვიდეთ ოპოზიცია და მათ შორის მოქალაქეებით ვსადოთ, რომ დავიხსნათ ამ მსხვერპლის როლიდან, როცა მოვლენ და ესე რაღაცა ქორებივით მოგვტაცებენ ჩვენს თანამებრძოლებს და წაიყვანენ. როგორ შეიძლება ეს გავაკეთოთ? უნდა შევთანხმდეთ საერთო სწორ გონივრულ სტრატეგიაზე. რა არის ეს გონივრული სტრატეგია? რაც მოხდა უნგრეთში. ნებისმიერი პირობის მიუხედავად, რაც კი შეიძლება ივანიშვილმა, ორბანმა, დემოკრატიული ოპოზიციის წინააღმდეგ გამოიყენოს, ყველა ბრძოლის ველზე არსებობს მისი დამარცხების შესაძლებლობა და ეს ფაქტია. თქვენ ახსენეთ, რომ წარსულში, აი უახლოეს წარსულში ყავდათ სტუმრები, რესპონდენტები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ჩვენ უნდა ჯერ შევაცვლევინოთ, ასე შემდეგ, კარგი სუსი, კარგი ცესკო, ასე შემდეგ და მერე ბიძინა ივანიშვილი მოუგოთ, მერე დავიჭიროთ ბიძინა ივანიშვილი და აბა ახლა ბიძინა ივანიშვილი ამას გააკეთებს. ჩემი პოზიცია არის ძალიან ნათელი ამასთან დაკავშირებით. თუ 14 წლიანი ივანიშვილის მმართველობის პირობებში ქართულ პოლიტიკაში ხარ და კიდევ გააქვს იმის იმედი, რომ ივანიშვილი გაკეთილშობილდება, რუსული პოლიტიკის მკეთებელი პირი გაკეთილშობილდება, აქეთ სუს დაგითმობს, აქეთ ცესკოს დაგითმობს, მერე მოგაგებინებს და პლუს კიდე თავს დაგაჭერინებს, მაშინ პოლიტიკას თავი უნდა დაანებო. თუ ამის იმედი გაქვს, რომ გაკეთილშობილდება ივანიშვილი. არ არის ამის იმედი, არ შეიძლება რომ ფუჭი იმედებით ყვებო საკუთარი თავი, ფუჭი მოლოდინებით ყვებო, ხან თარიღები დაკიდო, ხან 4 ოქტომბერი, ხან 26 მაისი, ხან 37 ივლისი და ასე შემდეგ. არ არის გაუგებარია რას ემსახურება ეს ყველაფერი, თუ არ არსებობს კონკრეტული გეგმა. კონკრეტული გეგმა არის, რომ ჯერ ერთი მოვიპოვოთ არჩევნები. ეხლა ხო და აი როგორ უნდა მოვიპოვოთ ეს მაინტერესებს. კრიზისი როგორ ზადებით? კრიზისი უკვე შექმნილია, ინგა. ხო, პრინციპში კრიზისი არის გაფორმებული, მაგრამ რომ მიიღონ გადაწყვეტილება, მიიღონ არა, ივანიშვილმა რომ მიიღოს გადაწყვეტილება, რომ უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ ყველგან. ეს არის გადაწყვეტილი. გახვალთ ყველა ვარიანტში. თუნდაც არაფერი რომ არ შეიცვალოს, იგივე ცესკო, იგივე მე არ მაქვს მოლოდინი რომ ივანიშვილი რაიმე შეცვლის. მე არ მაქვს მოლოდინი და პირდაპირ ვამბობ, ვისაც აქვს იმის მოლოდინი, იმყოფება ქართულ პოლიტიკაში და აქვს იმის მოლოდინი რომ ივანიშვილი გაკეთილშობილდება, მოგვიბრუნდება და სუსის ხელმძღვანელად დასვავს დიმიტრი გელოვანს, ცესკოს ხელმძღვანელად დიმიტრი გელოვანი ორს არ დავასახელებ იმ ოპოზიციურ ლიდერებს, რომლებსაც ამის მოლოდინი აქვთ. სახელობითად არ დავასახელებ. დიმიტრი გელოვანია 1, დიმიტრი გელოვანი 2, დიმიტრი გელოვანი 3, მერე მოგაგებინებს ხელისუფლებას, გადმოგაბარებს და მოვა და ეს დაგიდგება რუსთაველის გაზეთზე, აბა ეხა დამიჭირე ბორკილები დამადეო. მაშინ უნდა დაანებოს ამ ხალხმა პოლიტიკას თავ ვისაც კეთილშობილების ჯერა ბიძინა ივანიშვილს. ეს არის ბოროტი წარმონაქმნია, რომელსაც ჭირდება გონიერებით წინააღმდეგობის გაწევა. გონიერებით წინააღმდეგობის გაწევა არის ის, რომ ხო, მეტი პასუხისმგებლობა აიღოს ოპოზიციამ, იმუშაოს დედაქალაქში, რეგიონებში, ყველგან სადაც ამის შესაძლებლობა აქვს, მხარი დაუჭიროთ ყველა დამოუკიდებელ ინიციატივას. იქნება ეს პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა, მედია ინიციატივა, იქნება ეს სამოქალაქო საპროტესტო მოძრაობები თუ ასე შემდეგ და ამ გაძლიერებით თან ისე რომ ერთმანეთი არ ვლანძღოთ. ჩვენ აი ეს პოზიცია გვიჭირავს ძალიან დიდი ხანია. გლანძღეს რა არ გვეძახეს იქ იყენებდნენ სხვათა შორის ამ ტერმინს რომ გაუწვა ვიღაცა გაუწვა ხელისუფლებას. ჩემი მე თუ მკითხავთ რომ გაწოლა ხელისუფლებასთან გაწოლა არის კაპიტულაციაზე ხელის მოწერა და თქმა რომ აი მე ამ ბრძოლაში არ შემოვალ. იმიტომ რომ შენ არ ხარ სამართლიანი. ანუ ეხავე აფიქსირებ თქვენი გადაწყვეტილება უკვე გაქვთ რომ ჩაინიშნოს არჩევნები ყოველგვარი პირობების გარეშე თქვენ გახვალთ ამ ჩვენი მიზანი არის რომ მივაღწიოთ უკეთეს შედეგებს უკეთეს სამართლიან პირობებს, მაგრამ მოლოდინი რომ ივანიშვილი გახდება ხვალ კეთილშობილი და სამართლიანი არ არსებობს. ისევ გავიმეორო პრინციპულად. ვისაც ამის მოლოდინი აქვს და ოპოზიციაში იმყოფება, დაანებოს პოლიტიკას თავი. 14 წლის განმავლობაში ივანიშვილიდან თქვენ ადეკვატური სიკეთე ან კეთილშობილება გახსოვთ? ან სამართლიანობა გახსოვთ? არა, ვის ახსოვს? მითხარით დამანახეთ ეგ ადამიანი უნდა მივიდე მოусმინო. არ არის ეს შეუძლებელია ივანიშვილის გაკეთილშობილება. ივანიშვილი უნდა დაამარცხო უპირატესობით.
აზრებით. თან მარტივი მოცემულობაა იმის თქმა და გააზრება, უნგრეთის მაგალითზე, სხვა ქვეყნის მაგალითზე, რომ პროპაგანდას აქვს თავისი ლიმიტები. ხო, ომის პროპაგანდამ იმუშავა, კი, იმუშავა. კიდევ გამოაგდებენ ახალ თემას ძალიან რთულია. რა პრობლემა. ძალიან ორმანმაც სცადა ახალი თემის გამოგდება. მოფინა ომის პლაკატებით, ომის შიშით გააღვივა, გადააჭრელა. მათი წინასაარჩევნო კლიპები ისიც უკრაინის ომზე იყო აგებული ამან. მაგრამ რა აღარ იმუშავა ამ ყველაფერმა და რა თქმა უნდა, სწორი სტრატეგიული არჩევანი დღეს რო კიდე შეიძლება იფიქრო ბოიკოტზე, რომელსაც არანაირი შედეგი არ მოიტანა. უბრალოდ აი დღეს თავადვე წუხარ, რომ 19%-იანი კალაძე არის თბილისის ხელმძღვანელიო. მეც წუხარ, მაგრამ მე პასუხისმგებლობა ავიღე ჩემს მეგობრებთან ერთად და ვიბრძოლე. ხო, სხვანაირად გვინდოდა, სხვანაირად ვიბრძოდით. კი, თქმა დაგვიგვიანდა რომ მონაწილეობდით, იმიტომ რომ ვეხვეწებოდით აქეთ ოპოზიციას, რომ აბა იქნებ ერთად. არანაირ ხვეწრას აღარ ვაპირებთ. გვაქვს კონკრეტული პოზიცია, ყველამ გონიერებას მოუხმოს. პატრიოტული გადაწყვეტილება მიიღოს და არ დავუთმოთ არაფერი ბიძინა ივანიშვილს. ამ პროცესში ჩვენ თანახმავართ, რომ რაღაცა ჩვენი ან მოთხოვნები, ან ამბიციები, ეგოები არ გქონდეს, გადავდოთ გვერდით, ყველამ თავისი მიმართულებით გააგრძელოს ბრძოლა და ივანიშვილს დავაკლოთ ის მხარდაჭერა, რომელიც არის მისთვის გადამწყვეტი. დაკლებული აქვს. რატო აბა თბილისი წაგებული? თბილისი წაგო 24-შიც. თბილისი წაგებული ჰქონდა 25-შიც. ბოიკოტს რო არ შეეჭამა მთელი პოლიტიკური ველი. სამწუხაროდ და მე საღაზრზე უარს არ ვიტყვი. ვინ რაც არ უნდა თქვას, აბა ეხა ის თქვით, ეს თქვით, თუ ამბობთ ვინ რაც ან შეფარულად ვამბობთ ან ანუ თქვენი პოლიტიკური გუნდის პოზიცია არის საბო. დავამარცხებთ ყველა ველზე, ოღონდ ამ დამარცხებისთვის ჩვენ გვჭირდება ჩვენ შევეჭიდებით ყველა ველზე, ოღონდ დავამარცხებთ კიდევაც, ოღონდ ამ დამარცხებას სჭირდება სხვადასხვა პოლიტიკური აქტორის თანამონაწილეობა. მე მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატი ვიყავი წინა არჩევნებზე, არასდროს არ მიწარმოებია აპრიორი გამარჯვებული კანდიდატის კამპანია. ცოტა უცნაურია, იმიტომ რომ ყველა იძახის, რომ აი მე მოვიგებ, არასდროს არ მithქვამს ეს. ვამბობდი, რომ თუ საზოგადოება დაირაზმება, თუ ეს არ არის ხოლმე დამახასიათებელი პოლიტიკოსების, მაგრამ მე გულწრფელი ვიყავი. მაშინაც კი შეიძლება თავსაც ვიზიანებდი, ამით რომ რაღაც არც ქმნიდი ხელოვნურ განცდას, მაგრამ გულწრფელი ვიყავი. დღესაც გულწრფელი ვარ და ვამბობ. არ შეიძლება ბოიკოტში ჩაშვება, არ შეიძლება ივანიშვილისთვის ძალაუფლების მიტოვება და მიბარება, თორე რას ვნახავთ ივანიშვილი, რომელიც გადაიბარებს ისევ ძალაუფლებას, შეიძლება საკონსტიტუციო უმრავლესობასაც აიღებს, კონსტიტუციას შეცვლის, გააუბედურებს ყველაფერს, თავის ვადას გადაიგრძელებს 20-30. ეს ხო მისტიკაზე შექანებული ადამიანია, ნუმეროლოგიის ჯერა 20-30-ს როდის იძახდა, არ გახსოვთ? აი მისტიკაზე შექანებული ადამიანია, თავის რაღაც შამანური, ჩხიბაური ამბების ჯერა. ეს რისკები არსებობს ამ ქვეყანაში. ჩვენ გვყავს ძალიან მაგარი საზოგადოება, მებრძოლია და მე დიდი მადლობა მინდა გადაუხადო, ხშირად ვერ ვაკეთებ ამას, ჩემს თანამებრძოლებს საკრებულოებში, მაგალითად ხარაგაულში. რას სვლიანი იქ თავიანთი ყოფნით? ძალიან ბევრ რამეს სვლიან და მინდა გითხრათ, აი მაგალითად ხარაგაულის მაგალითზე გეტყვით. მიხეილ ჭიპაშვილი გვყავს ესეთი საკრებულოს დეპუტატი, 45 კაცში ერთია. ხო დაირას. აი გეტყვით რას ვთქვი, მანამდე რომ 45-ში 15 იყვნენ, რამე იცვლებოდა შედეგობრივად, არა, მაგრამ 45 კაცში ისმის მისი ხმა, მისი წინა ყველა კორუფციულ სქემაზე და უნდა ითქვას, ხარაგაულის საკრებულოს დეპუტატი, ეს თავმჯდომარე არის ვიღაც ქალით სახელი დამავიწყდა, ვიღაც ქალბატონი, რომელიც მე-6 თუ მე-7 ხდომაა, ასაიდუმლოებს და არ აძლევს, კენჭისყრაზე აყენებს, რომ ფარული იყოს საკრებულოს ხდომა. სადმე გაგიგიათ ეს რაღაცა? აქედან მიმართავ, გაუმარჯოს მიხეილ ჭიპაშვილს, მე აუცილებლად მასთან ხდომაზე ჩავალ, მაგრამ მიმართავ ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარეს. აი, თუ შენ კორუფციაში არ ხარ ჩაძირული, თუ რაღაც მავნებლობას არ აკეთებ, როგორ შეიძლება საკრებულოს ხდომა დამალო? ჩემ თანამებრძოლ ვაჟა დარჩია ბათუმში, საკრებულოში ერთი კაცია და მიკროფონს რო რთავს, როცა პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, ყველა ქართული ოცნების ყველა დეპუტატს პანიკა ემართა, ყველა ერთად ყვირის. ამიტომაც დიდი მადლობა ჩემს თანამებრძოლებს, რომლებიც იბრძვიან, მაგარ საქმეს აკეთებენ, თაკო ყორღანაშვილი საგარეჯოში, ლევან ბერძენაშვილი საოცარი ადამიანი თელავში, ბევრი და ბევრი, ყველა მუნიციპალიტეტში ვარ თითქმის წარმოდგენილები და ეს ადამიანები არიან ჩემს თვალში გმირები, რომლებიც აი ამ საღ აზრს უნარჩუნებენ საზოგადოებას და პოლიტიკურ ბრძოლას. ირაკლი, დიდი მადლობა. წარმატება მინდა გისურვოთ და ერთი კითხვაც 26 მაისს არის ჩანიშნული საპროტესტო აქცია ოპოზიციური ალიანსის მიერ
მიხვალ თუ არა თქვენი პოლიტიკური გუნდი აპირებს თუ არა მონაწილეობა? მე მაქვს გულწრფელად გეტყვით, პირდაპირ წუხილებით დავიწყებ, ასევე პირდაპირ მორიდების გარეშე. მე არ მიმაჩნია, რომ რაღაცა დიდი დღესასწაულების რაღაც მისაკუთრება კონკრეტული პარტიების თუ ალიანსების მიერ იყოს სწორი. არ მიმაჩნია, რომ თარიღების გამოკიდება იყოს სწორი და რადგან უკვე ამ ვითარებამ შეიძირა მხოლოდ პარტიული ელფერი, იმიტომ რომ დაანონსდა ჩვენ გულწრფელად ყველაფერს ვეცნობით და პირდაპირ ვკითხულობთ. ითქვა, რომ ერთად გადავწყვიტოთ, დავაყენოთ არჩევნების თუ ბოიკოტის თუ ასე შემდეგ, რაღაც ბევრი ვერსია დატრიალდა. თუ ესეთი პარტიული დღის წესრიგი შეიძინა ამ ყველაფერმა, ჩვენ საკუთარ თავს ვერ ვხედავთ ამ მსვლელობაში, ჩვენ ვიქნებით დამოუკიდებლობის დღეს ბევრგან, რუსთაველის გამზირზე საზოგადოებასთან ერთად, ვიქნებით ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, გორში, ყველგან, მაგრამ არ ვიქნებით წარმოდგენილი იმ საპროტესტო მარშზე, რომელიც პარტიული ხაზებით არის გამორჩეული.